ეს. შაშკაშაი, სალამის ვდებო, როგორც ხედავთ, ჩვენ სიტყვას არასდროსად გადავდივართ. რა ვიძახი რომ იყო შაურმა არ იქნება, იმ წელს შაურმა არ იქნება. ეს ვიდეო ჩაწერილია 2024 წლის რომელი დეკემბერია? ჯაჭვის დღეს. ეხლა ჯაჭვიდან გამოვარდი უცებ. დეკემბრის ბოლოს ფული შოვნის პრასვეტიაო და ჯაჭვიდან გამოვარდი. ფულს შოვი და ჩავდგები ეგრევე ჯაჭვში რა. გვიდია. ეს საახალწლო გაწყობისთვის პოზიცია. დედა როგორ ახალ ისეთ თოვლის პაპარი ეს აი ეს არის ჩვენი ახალი წელი საქართველოში მართლა აი ერთ სათამაშოში აი როგორ ასწორებს და ქვეყანაზე ცნობილი ლაპარაკო ერთ-ერთი სიტყვით მოკლედ ძალიან დიდი ტექსტი აქვს მოგვარებული მაგრამ ის მარტივად ვიტყვი რა მართლა აი აზრი არ აღარ პულსი არ ესინჯება სტრეს გავიარე და არანაირად ქვეყანას პულსი აღარ ესინჯება კიდე არ ამას კიდე ცუდად გახდომა უნდა და შეჭება იძიქ ეს ხენი არ შეიძლება ბიჭო ეს არის სანტა-კლაუსების გაიგე თოვლის პაპა ხო ყავს ასევე მიმართავ ცხოველთა დამცველებს გელი რომ მინდოდა მაგიდაში რატო არ ჩამასმევინეთ თუ კი პორშეში შეიძლება ბოკვერის ჩასმა გლის ჩასმა მაგიდაში რატო არ შეიძლება გახსოვს თელი ამბავი რა გვიტეხ ეს ეგეთი იდეა მქონდა რომ მაგიდა გქონდა დაბლა ეს გალია ყოფილიყო და გელი ყოფილიყო შიგნით და ამ გელს ეჭამა რა და გვაჯვეს და გვაფურთხეს ნარჩენები ეჭამა გელს გვაჯვეს და გვაფურთხეს მაშინ რატომ გელიოს რა უნდა მაგიდაშიო გამოგვაყდეს მე კიდე კაი ზვიგენი ვიყიდეთ ის ზვიგენიც უკან ჩავაბარეთ მე კიდე რა მოხდა ქვეყანაში რაღაცა მოხდა სერიოზია შედარებით დამშვიდებული აჩიკოსთვის ალბათ ხვდებით აჩიკო ვისი ამომრჩეველია როგორი დამშვიდებულ სიტუაციაზე ველაპარაკება და ყველაფერი მშვიდად არის ქვეყანაში აჩიკო იძახის ამას კომენტარებში დაწერეთ აჩიკოს რა დაამშვიდა ესეთი მე ვიძახი რომ ძალიან რთული სიტუაციაა ქვეყანაში აყლიოზი ხდება ყველა მხრიდან ვაფშე აჩიკო ელოდება 20 იანვარს არ ვიცი რატო არა აჩიკო ელოდება 20 იანვარს და მე მანამდე დარეკილი მაქვს გარკვეულ ის ვინ არის იცი ჯო ვინ არის იცი საქართველოში იყო ხოლმე რა 2000 კიბერლი ყავს ანუ ჩემი ბაღის ის იყო სკოლის ცეკვის მასწავლებელი კიბერლი თავის დროზე მე წავიდა ამერიკაში მოხდა ინგლისური სწავლა კარგად აქ უკან წერია ბონანოს შაურმა ერთხელ უკვე ვიყავით ბონანოს შაურმაში თუმცა ჯოსპერის ღუმელი რო გითხარით 30000 ღუმელი ბანკმა წაიღო სესქრე გადავიხადეთ არა უშავს ჩამოვედით ჩვეულებრივად შამპურ გაყრილ შაურმაზე დამფუძნებელი გვიმტკიცებს რომ გემოებია შეცვლილი და სამზარეულოს ომების გამარჯვებული რომელიც მიშელინის ვარსკვლავი ნანახი აქვს YouTube-ზე თუ მუშაობდა მასტერ ესა შეფი რომელიც აქ მარინადს ამზადებს სპეციალურად ხორცისთვის ინგლისში მიშელინის 5 ვარსკვლავი ეგ სიცილაზე მორჩა არა ბმა მითხარი მიშელინის 5 ვარსკვლავი და ამ შეფსოვის ბმა რა არის ეგრე მითხარი შეიძლება ეხა დაალაგდა მეშაურმეები ყავს თბილისში ყველაზე სერიული მე პატრონი დაზიანე ძველი მეშაურმეები ისევ დააბრუნა მაშინ და ახალი მეშაურმეები მართლა აი თავისი ეკოსისტემა აქვს რა ბონანოშაურს აი ხო იყვნენ 300 სპარტელი იყვნენ ჩვენ ყავდა 300 არაგველი 3 მეშაურმე ესეთი სახეით არის ცნობილი რომელიც ამ ცალსაკი არ დადიან რა ერთი თუ მოდის ორი მოყვება даже მეტრომანიც კი ერთი აქვს ეს მეტროზე ერთად გამოთ ახახს გაყოფა არ შეიძლება აი 3 უბრალოდ 3 just 3 და 3 წერტილი არა 3 და ყო მე დიდი მადლობა აქედან შალმა რამიშვილს რომ კალატოზის ნამდვილი სახე აჩვენა მე მეუბნეოდა რომ 300 ლარი მასესხე 400 ლარი მასესხე გიორგი კალატოზი თუმცა ფარდა აეხადა ყველაფერს იმ ბებერთხას ქონია 35000 ლარი შემოსავალი სადმე აქვს ეს ფული რო არ ეთყობათ არ ვიცი და გიორგი კალატოზის ვილვეტის ახალი შარვალი და ტყავის ფეხსაცმელები უკვე გაირკვა საიდანაც აქვს იმ 35000 ლარიდან ალბათ 200 ლარი დახარჯა საკუთარ ჩასმულობაზე. თუმცა ძმას არ მინდა ისე გამოვიდეს ძმას რა ტრამვებიც აკიდა იმ ტრამვებს ყურნალოს დღემდე. ყველაზე მთავარი დამფუძნებელმა დასძინა ასევე ზევიდან რომ მაიონეზი ჩამოაქვთ ამერიკიდან. სხვა შორის იმ დღეს აეროპორტში ვიყავი და ტიპი იდგა ესე რა ორი მაიონეზი და ეს რასაკეთებ მეთქი რა. ეს გავაგზავნე ჩავი რა. ეცრა მაიონეზი
რა მაგ ტიპი მოდიოდა ალიფკაიათი ამას ესე ინგლისურის დროშა ეხატა შეჭა რა გასაკეთე აი ესე წვალებით უწევთო წეუმენად 2-3 ბოთლა მაიონეზის ჩამოვიტან რომელიც არ ვიცი ხა მე შევჭამ გავიგე ნახე მაიონეზის შემადგენელი რეცეპტი კვერცხი აი სად რუსეთში რომ მოძავს კათამი კვერცხს და სად ამერიკაში შეჭები რა დადებს ნანახი გახსისი რა შაუმების ქუჩაზე შაუმების ქუჩით უფრო მიახვედრე თუ რა ქუჩაა ეს ჭაბუკიანს რა უკეთებია ეგეთი ბიჭო შაუმამ გააკეთა თუ გააკეთა რომ გვიჭირდა 6 წელს გადაგვაგობრებინა მთელი ცხოვრება შაუმების ქუჩა ნომერ 4-ში აი რო შემოხვალ და სუდი საშაურმეები როა იმიტომ რომ ფული არ გადახვდია აქამდე აი მაგის წინ არის ეს საშაურმე უკარგესი თან რეკლამას აკეთებს სად ხო პრინციპულ ადამიანებთან რომლებსაც შაუმის რეკლამაში არ გაუკეთებიათ მთელი 2024 წელიწადზე გადავაგორეთ ეს თან ამ საშუალებას რა ორჯერ გავაკეთეთ ამ საშუალებას რა ორჯერ ბიჭო სამჯერ ის კაცი რა ხო მივეცი ой სამჯერ ორჯერ შემოხაზეთ სამჯერ მეგობრებო არა ჩემი მაყურებელი ხვდება რომ ახალი წელი მოდის შაუმის გარდა სუფრაზე ოლივიე მჭირდება კატლეტი გინდა იმ დროს მე ამარებს შეოდის საახალწლო სუფრაზე რა უნდა იდოს თქო რა აი ოღონდ ყველანაირად შევავიწროვეთ რომ ეს კეთების პროცესი გამარტივებულიყო რა ის ხომ უნდა იყოს ოლივიე კატლეტი ხომ უნდა იყოს აუცილებელია არა კაი ჩავხსნათ აი აქვე ჩავხსნათ ტოლმა ოსტრი უნდა იყოს ხო ცხელი საცივი ჩაკაფული არ უნდა იყოს უნდა იყოს აი უკვე რამდენი ტაფა გჭირდება და ქვაბი რამდენია გასაц გოზინაყი წვანი ლეულობა აშენ მანქანას პარავენ და მაგით გაიარა აუზებში ვილაპარაკებ და კიდე რა უნდა იყოს საჭმელი ლიმონადი კოკაკოლა ხალისა სორტი ისე შაუმებს მაგრამ ეძრათ ვიღაცამ გამოაცხადა ფასდაკლება 2 ლარად შაურმაო შეჭა თუ რაღაც 3 ლარად არა ახალ წლების დღეებში მე რო გადაკეცილი მექნება ტოლმა შაურმა რა აუისეთ მაგრამ ის არის ის უნდა გამოაცხადოთ ელი ხო ერთად გებით ხოლმე და დავეხმაროთ საშაურმეებს ახალ წელს ყველა ახმენაზე თითო შაურმა შევჭამდა არც მახსენდება სანქციებზე გოგისაკრაში და მე სანქცია მოდიში ჯერ მეგობრებო გაჭეთ სანქციები იქნება ეხა სანქციების ფული გვექნება ასაკრები შაურმა მოგაქვს საჩიკო ეს რა არის? ყველი სოუსი. აუ გავიწუწეთში. ეხლა მაინც მაკარონებს ყველ გააცხებთ. ეხლა ტოლმა ხატლეტი რაღაცები დავარ შემერეთ, ჩაუჯდა. ეს არის სტანდარტული, ხო? ეხლა ყველი დავასხე. ვა. ბიჭო, რაც უნდა სტრანი იყოს, ჩემთვის მართლა გეუბნები, წინათ ეკრონდება იყო ბევრი ხორცი იყო რა. ბევრი ხორცია რა. ამოაკლი ეს და 2 წელი გააკეთე. ერთი შაურმისგან. შენი ის არ არის პლუსი. მართლა გეუბნები. რას ვერ აპარტიები საყვარელ ადამიანს, შაურმაში ბევრი ხორცი ჩადება. ბიჭო. ეს ხო არა მინუსი ხო? აცმა, კეჩუპს აქ დაანგრეველი რაღაც არომატი რა. სალკე არის соуსი? ეს მაიონეზი არ არის? ბაზაზე. ხო, რაღაც გამოდის, რაც კაი არის რა. სტაბილური გემო აქვს რა. ეს სტაბილურობა ძალიან მევასება. შიგნით არა ხორცი მოშნათ არის, ჩემთვის ბევრი არის. ხორცი ძალიან ბევრი. ჩემთვის არის. ეს არის თხელი წყალი ბევრი გარემო. სანამოა მაგას ვიტყვი შეჭება. თამაში ეს წყალი ბევრი. მართლა. ეს ხა ყველი соуსი დავასხათ. როგორ იწელება? ყველი соуსი დავასხათ. აუ წაიღო და იმას ვეღარ შევჭამ. ბიჭო, მე ძველ შაურმაში მომწონდა დაჭრის სტილი რა. აი, პატარებად როა, მაგარია. მაგრამ ეს ჯობი იმიტომ რომ ის რეკლამაზე არ მოსული შეჭემა რა უნდა მან 200 არა. აი, ენდობთეების მო.
აცმა მოვიფიქრე დაჭიკო. აი. მოკეთო ამოწერა ახლა მიიკრო ყველმა რა. ხო არ შევეხოთ მაგრამ ჩვენი თავი სპონსორია და წარმოდგენი ევროპა ბეტ სპორტი. უსაყვარლეს ხალხი რომელმაც არ იციან რომ შალმეს გამოვეპარეთ, მაგრამ ნიჩიბო რა. მაგათ ჯერჯერობით დატოყავთ მისახედი და კალატოსი. ჩემთვის არავის არ ასწალია, გაიგე? სანამ დააჭიროთ ჩამს. აუ ეს უნდა გავაგრძელო. ეხლა სოხოიზე უნდა ვჭამო რა. აი ამდენს როგორ ჭამენ ბიჭო, არ მესმის. შაურმას ამდენს ცხოვრებაში არ მიჭამენ. ბედნიერების ინდექსით საქართველოს რომელ 100 კილზეა მსოფლიოში როგორ ფიქრობ? რამე ქალაქებს ვაკლებთ თუ მთლიანად ერი. აი გორელებიც შედიან მან ეგოიტეზე. ეტო აფუჭებენ ყოველთვის გორელების სტატისტიკას ყველაფერში ვაფუჭებთ ხოლმე. გვაქვს მონაცემი? ანუ პროსტა არ მეგობრე. მე 220. თქვენ არიან მოზამბიკი და ირანი. ხუიე რა. ჩვენ ზევით და ქვევით არიანო, აჩქო მოზამბიკი და ირანიო. ამიტომ მე-300 ადგილზე გადმოვინაცვლეთ. პრობლემა არ არის. აზიხრენ. იმედის სტატისტიკა ვერ იჭერს რაღაცა. შეიძლება მაგათ არ ეკითხებიან. ეს იყო deep state-ის ხალხი არის. და მარტო უჟმური ვინც არის იმათ ეკითხებიან, რომ გიხარიან. თავიდან ვერ თქვა big dick. ჩვენ ორგანიზაციას მე დავაარსე. მეტყვი 80-ზე დაბალი არავინ არ იყო თანამშრომელი. კალატოზმაც იქიდან დაიწყო. ყველაზე big dick-ი ეგ იყო. მე ახეთ რაღაც ფული ნახა ისახნა გამოძა ისე. მე პროსტა არ გამოდიოდა და გადავირქვით deep state-ს ეს სახელი რა. სხვა შორის ჩვენთან მუშაობდა ხოლმე ერთი ქალბატონი ამერიკელი. სახელს და გვას არ დავასახელებ. რომელიც მე გაგიჟდა და საგიჟი დააწვიდეს და ეხლა რაღაც ინფორმაციები მქონდა რომ გამოიყვანესო ისეო რა და არ ვიცი. რენდომ თემები მე იმის გასინჯოს აპირ 2024 წელი რო წარმოიდგინო როგორი ადამიანი როგორი იქნებოდა რამდენი წლის რა პროფესიის როგორი ხებას მე ვიქნებოდი 2 წლის წინ კბილები არა აქვს ჭამს მაგრამ უცვიდება უიმედოდ არის რომ არაფერი არ შეიცვლება და მე ბრახ და უცებ ყველაფერი იცვლება მე არ მინდა რომ იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია წინასწარმეტყველება რომელიც გამართლდა. ერთადერთი მიწისძვრებზე მართლდება ხოლმე და ეხა ერთადერთი არის რომელი ბოდიში ხა გამახსენა იაპონია იყოს ფრთხილად მარტის თვისკენ. მარტის თვისკენ იაპონია იყოს ძალიან ფრთხილად რა არ ვიცი გადაეცი თუ იცნობ ფილმს გადაეცი. ვლადიმიროვიჩზე ვერ გამართლა რომ არ მოკვდა იმიტომ რომ ამერია ნახე თვალის ფაზით დავითვალე და თვალის ფაზით 2025 წლის აპრილში უწევს. 2025 წლის აპრილში ძალიან ცუდი რამე მოუვა მე-18 კლონს ვლადიმერ პუტინისაც. ხო და მე მგონია რომ ყველაფერი შეიძლება რა. თავობა მიხვდება რომ ხალხს რაღაცებში უნდა მოусმენს და ისევ დაიხა. პრობიჭ ტატო არტისტები რომ შემეხრიანოთ ეს დავამთავროთ რა. რამდენი წელია? 20 წელია დასამთავრებელი. ფრი ისეთია რა. ახალი სპონსორები არ ჩანან დიდად YouTube-ზე ხომ მშვიდობა აი ამტოს ბონანო შაურმა გამოჩნდა არ საიდანს მოვიჯექით ფიქრობდით მე დააჩეროთ შაურმის გადაღება გვინდა თქო რა და სიჩუმე ჩამოწვა ამ დროს გაისმა ზარი რა ბონანო და რომ გვინდა რომ თქვენ გაგასინჯოთო პირველი ჩვენი შეცვლილი კერძიო რა და დავდებ ლინკს ამ ლინკის გამოწერაზეა დამოკიდებული თქვენ რამდენად გამოიწესთ ამ ლინკს სადაც ჩემი ვიდეოები დაიდება ხოლმე TikTok-ზე. პირდაპირ პროპორციულია რამდენი ჩამერიცხება. ბონანოს TikTok არხი გამოიწერეთ დაბლა არის აღწერაში თქო პირდაპირ პროპორციულია ჩემი ჯიბის შევსებასთან. ეს ისაც ნერვიულობ ხა. ეგ არის კალატოს რა გაუძლებს ამ ვიდეოებს რომ ნახავს. ჩუჩიბა ეგ ხა. ელონ მასკი და ტრამპი მაგარი ჩაძმაკაცებული არიანო. ბიჭო, რატო უგებენ ერთმანეთს, იცი? აი თითქოს ერთი ვარების ტიპები არიან. აი ტრამპი, ფული, ამას იდეები და ის პროსტა მასტავს რაღაცეებში, მიყვება რა. ტრამპი იყენებს ილონს პიარისთვის და ილონი იყენებს რაღაცეების გასამწვანებლად რა. ეხა მარტივი არ არის მართლა გაფრინდე ჩავაფრინდე თან ამერიკაში რა და თხელი ხელს ბას ისე რომ აი არავინ არ ზარალდება რა მართლა. ანუ ხალხისთვის აი მაქსისულად ეხა აქ რომ მოხდეს ეგ მინიმუმ ხალხი დავკარგავთ ალბათ მილიონობით კვადრატულ მიწის ნაკვეთს სადღაც ამ ტყეს
ხოდა იქ ისე ხდება ეგ ყველაფერი რომ გამორიცხო აი ვეღარ ვაგზავნე პაპარს იმიტომ რომ გამახსენე ტატუს სიტყვები რომ ორი ვიდეო გაქნა ხედავ და გეოპოლიტიკა უნდა გავჩერდე გოგავა ნუცუფიძე წვენი არ დახჩა აში რომ მომცე თუ გაქრა დაჩე პატა ჩიკუშკაში უჩამის ყველა соуს თხელია სქელი გაასწორებ და შაურმა კაი იყო ყველა უნდა გავატრაკო რა იყო соуს მაგრამ გამისორდა რა პროსტა ბევრი ხორცი აქვს ერთი ხლა დავაყოლოთ დავაი 9 წამოყვები ერთი ხლა დავაყოლოთ რის გამო ჩასპეს ღუმელი რომ გაყიდეთ შეჭება უიჭველი ვიდეოს დალაიქება დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი 300,000 გამომწერზე სოფელს ვათამაშებთ 300,000 გამომწერზე დავაარსებთ სოფელს და ამ სოფელს გავათამაშებთ ხალხიანად მილიონი კვადრატული კილომეტრი სადაც ჭაბურღილები სარწყავი სისტემები აბსოლუტურად ყველაფერი იქნება და წაგებული არა მეორე ადგილზე გასულს 500-იან ვაუჩერი მესამე ადგილზე ნაბეღავი ერთი შეკვრა თუ ეს კარატოზე თამაშებს ხოლმე აღარ მოხს 2025 წლისთვის რამე პირობა ხوار დავდოთ რასაც უეჭვს შევასრულებ 2025 წელს აი მე პირობას ვუტებ იმაზე მეტ ფულს დავხარჯავ ყლებებში ვიდრე 2024-ში ხარჯავდი ეს არის მყარი პირობა რომელიც მეთამაგერია გაგეთყვი კარატოს უპოვოთ კიდე ერთი დაკარგული ძმა კაც 2025 წელს გავხდები 32 წლის რა შეიძლება რა დროს რა მოგივა არის აი რამე რომ წამაში რომ გავიპარო ავარია 1000 უბედურება ხდება კაც 2025 წელს ეხა ვარ 98 კილო და გავხდები 62 აშკოს ხმით გონო ეხა შეფირო ფრეს საქებსო ყველაო რა გაგასინჯო კინდერი რო დავაწეროთ ამას შოკოლადი რო იდოს შიგნით რა აი ესე მოუვა ჩვენ მტერს მით შეშოვნე დაგეოდო წიაზეც პროფესორი ვით შენ რაღაც მიდიება თქვი რომ დედელია ბიჭო ხალხი ფულს იხდი შენ შიქო არა მე ვიზახი რომ ეს შაურმები უნდა ჩაიხოცნენ რა ამის დრო არის რა აი ხე ეს ბიჭო რანაირჩევა სტრუქტურა ამას ჯობდეს ეს რა ფასები რა არის ერთ-ერთ აი მithumetes კომბოსტო იმენა ხო გიტორიალებს რა თან ბიჭო სტრუქტურა მე რა არა ბიჭო გემრიელი არის რა მართლა ანუ აი ხა აღწე რატო არის კაი რა ეს არის შიდა მხარე რა არ ვიცი ხედავთ თუ არა ჩემთვის არის ტოპი რა ბიჭო მე ის მევასება დიდი კევი რო აიღო და ირო ჩაკმის ხო ზბილი ჟიკ ხმილებში შეგრძნებას გაქვს რა გვერდიდან რომ კბეჭ ეგეთი ისა გაში ხო სხვაფერი ბილია და აი აღარ გინდა რომ გაჩემდე მე ესეთი გემრიელი ფრეში არსად მიჭამია ეს კაი იყო მე მგონია რომ ამ შაურმას თუ ხალხი არ მოდის ერთ-ერთი რომ აი ეს დევს იქ რა ეს უნდა აიღონ და ყველაფერი კარგად იქნება და დღეისათვის ბოლოს წინ არ ინდომთება 2024 წლის განმავლობაში რა იყო შენი მთავარი მიღწევა რითი ამაყოფო ბონანო შაურმაში მოვიდი მესამედ მეტი მიღწევა რა გინდა შეჩემა ხალხი ერთხელ ვერ მოდიან აქ ბევრი გვიწევს დამწყები იუთუბერებს ხალხის პროგრამაზე რა ხდება როდის იწყებაო ამ პროგრამას აუცილებლად გავაკეთებ ევროპაბეთ სპორტთან მიდის მოლაპარაკება და სხვა კომპანიებს თუ დაგიდგებიან მგონი იდეაში ბანკი გვინდოდა რა საქართველოს ბანკი რო დაგვიდგეს ძალიან კაი იქნება ჩვენ ვიყოფებოდით ბონანოს შაურმაში შაურმამ რომელმაც შეძლო და სამჯერ მოგვიყვანა ეს კაცი ძალიან ბევრს შრომობს ხა თქვენ არ ვიცი მან და რა ჩანს მაგრამ ბონანოს შეფი ძალიან ბევრს შრომობს რომ შაურმა გახარდოს ისეთი რომ იყოს ყველასთვის გემრიელი. ეგ არის ურთულესი, არ არსებობს. მე აი აჩიკოს რაც მოწონს, მე პრინციპულად არ მომწონს. ეხლა ძალიან გამიწვა წეგა ვთქვა ამაზე რომ გემრიელია, იმიტომ ესე გამოდის რომ მე დაჩიკო ერთ გემოვნებაში ვწივარ, არა ხო? აჩიკო მე რომ დაბლა ჩემს. ამიტომ ვიტყვი რომ ესეთი შაურმა 10-დან 12-ს უწერ. მე აჩიკოზე ზევით დგება. ეგ ყოველთვის ეგრე იყო. 10-დან 12 ამ შაურმას. დაჟე ესეც რო გასინჯოთ. საერთოდ სხვა გემო აქვს. აი ეს არის ამერიკული პოლკა. ეს არ არის ქართული პოლკა. ამაში მოსაწევს ვერ შეახოთ, გამორიცხულია. იმიტომ რომ ანტიმოსაწევი უყენია უკან. ეს რო იხურიტება ივსება მე ისევ. მადლობა ბონანოს შაურმას მოწვევისთვის. მე-13 გავშინჯეთ, იმიტი ამ წელში აღარ იქ. აი ჩემი ამ წელში 2024-ში თუ მე შაურმაზე ბონანოში ფეხი თუ შემოვარ კაცმაო.
ნაციონალ ელენიკოს გაუტეხეს TikTok-ის გვერდი. პროდასავლური ანტიმაიდანის მთავარი მარშალი ელენიკო ეხა უკვე ფოქსი, მაგრამ აქამდე ვოლფი იყო. გაუტეხეს TikTok გვერდი, სადაც ახალი გააკეთა ეხა, ხო? ახალი გააკეთა. და ელენიკოსნაირი ადამიანები და ელენიკოსნაირი TikTok-ერები რო გითხრათ, გვჭირდება ზოგი, მე პირადად არ ამჭირდება. მაგრამ აჩიკო მითხრა, რომ პროპაგანდისტვის ესე საჭირო და გვჭირდება. ამიტომ გვედაბლა არის აღწერა ელენიკო ფოქსისა და დავეხმაროთ პატარა ელენიკოს. რამე კაი საკითხია. მოდი. კომენტარებში ეხა ციფრები დამიწერეთ 250 პლუს 350 რამდენია? ვინც სწორ პასუხს დაწერს, იმას გადაეცემა ჩემი მეორადი სკუტერი. სკროლი და სკროლს მივცემ. კი. მაინც ეგრე მიდევს და პირველ ვინც დაწერს კომენტარს, ოღონდ სწორი უნდა იყოს. შეიძლება თქვენი მათემატიკით სწორი იყოს, მაგრამ ჩემით არა. ჩემი მათემატიკით უნდა იყოს სწორი. შეიძლება საერთოდ სიტყვა იყოს და ციფრი არ იყოს. აბა მითხარი ვეტყვი ხავე? 500 ლარს. აჩკომ 500 ლარს ვათამაშებო? პირველი ვინც დაწერს პასუხს შეკითხვაზე რამდენია? შეკითხვაზე რამდენია? 39 გამრავლებული 48-ზე 38 გამრავლებული 48-ზე და გაყოფილი 12-ზე. და გაყოფილი 12-ზე. პირველი ვინც დაწერს მაგაზე აჩიკო ათამაშებს 500 ლარს. შენ ჯიბიდან ათა. მაგას შენ ჯიბიდან ათამაშე. შენ სკუტერი ხდადე. ელექტროსკუტერი. ალბათ დავდე. ალბათ. მე ყევი კაცი. რაღაცა რა, აიგე. აი ხე. კი არ ამჭირდება, მაგრამ იდოს. მოკლედ, მადლობა ბონანოს. ეს არის შაურმების ქუჩის 4 ნომერი. მოდიხართ შაურმების ქუჩაში შემოხვე ბონანოსთან ჩერდებით, ჭამთ და მე ფიზიკურად სხვა ყველაფერი ქრება. შეძლებს ზოგადად მაყურებელს გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას და გისურვებთ იმას, რომ 2025 წელს Santa, won't you listen to me? I got a feeling that you just might agree. You know I haven't been good, but have I been so bad? Gotta have a gift for me too in that bag.